მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა თანამემამულეთა გლობალური ქსელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დიასპორის სახებ ზუსტი მონაცემების უფრო ეფექტიანად შეგროვება. ასევე ამავე ქსელის პარალელში შეიქმნა ონლაინ სკოლა, განხორციელდა სხვადასხვა პროექტები, მათ შორის მე აღნიშნავ ერთ პროექტს, რომელიც არის ქართული ექიმები ჩვენს თანამემამულეთა ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის. მე მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და დავავალო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყო ფიქრი და მუშაობა ჩემს ინიციატივას დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ქართული დიასპორისთვის ინვესტიციების კუთხით ფინანსური შეღავათების შემოღებას გულისხმობს. ჩვენი ყველა სოცნება არის, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მალე დაბრუნდნენ ისეთ სამშობლოში, როგორც ჩვენს ყველას წარმოგვიდგენია, რომელზეც ვოცნებთ ჩვენ ყველანი ერთად. მეორე პროექტი არის ონლაინ სკოლა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, ვისაც არ აქვს ხელმისაწვდომობა საკვირაო სკოლებზე. მათ ჩაუტარდებათ ცოცხალი ინტერაქტიული გაკვეთილები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ხელისუფლება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო საქართველოს დიასპორებთან ურთიერთობას. ძალიან სერიოზული როლი განეკუთვნება სახელმწიფო მინისტრის აპარატს დიასპორებთან ურთიერთობაში. ეს უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში უკვე მეორე ღონისძიება, კიდევ უფრო მეტი მონაწილეობა და აქტივობა შეინიშნება. ბევრ მათგანთან მე მაქვს კონტაქტები უცხოეთში, როცა მიწევს ყოფნა და მთვლი რომ საქართველოს მაგ ყველაფერმა გააკეთოს და ეს მოქალაქეები არა მარტო ღირსეულად ცხოვრობდნენ, იქ საცხოვრობენ, არამედ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი დაბრუნება საქართველოში. ქართული დიასპორა ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთი მხრივ როგორც სახელმწიფო საზრუნავი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამაა კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ თითოეული მათგანი გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში იმყოფებიან და რატომ იმყოფებიან იქ. და მეორე მხრივ დიასპორა ეს არის ძალიან სერიოზული იარაღი, ბერკეტი ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. იმიტომ რომ თითოეული ქართველი საქართველოს მოქალაქე უცხოეთში მყოფი, ესაა პრაქტიკულად ქვეყნის ელჩი, რომელმაც საკუთარი სამშობლო რაც შეიძლება უკეთ უნდა წარმოაჩინოს უცხოეთში. ასე იქცევა ყველა თავმოყარე ერი და ასე